ოლა დალე დღეს ხალხო გვექნება მიწის თხილების ჯახი. გავიგებთ რომელია უფრო გემრიელი. Big Boni, ოლა ეს ყველაზე იაფიანია გელასო, სუპრემო, ნატურალისი და გემო. სანამ დავიწყებთ აუცილებლად გამოგვიწერე. არ დაგეზაროს პრიუს მიაჭირე რა, შენი რა მიდის, არც არაფერი. ხო, მოგცანს კარგი კონტენტი. ხო და თუ გინდა რომ კარგი კონტენტი გაგრძელდეს, აუცილებლად უნდა გამოგვიწერო და განვითარდებით, всё? გამოგვიწერე. მადლობა დიდი. პირველ ჯახში მონაწილეობას მიიღებენ Big Boni და ოლა. რამხელა შეფუთვა არის და რამდენი ყრია უყურეთ, აი. ერთი და იგივე ყრია ზუსტად, ხალხო 120 გრამი არის ორივე. 3, 2, 1. ოლა ჯობია მილიარდჯერ. უდაოდ ჯობია ხალხო. ღალაობის გარშე კაია. ეს ძალიან რბილია, ძალიან რბილია. გეგონება აღარ არის ბოლომდე მოხალული. ნატურალისი და სუპრემო. სამი, 2, 1. სუპრემო. ანუ ღალაობის გარშე ეს არის ძალიან ცუდი. არაფრის გემო არ აქვს. და ჩალა ჩვეულებრივი. მიწის ხილი, ჰიმალაის მარილით. რა აზრია, გინდა ჰიმალაი მოაყარე და გინდა რავი, ჯომოლუნგმადან ჩამოიტანე, ანუ აზრი არ აქვს, მაინც უნემურია. ამ ტურის ბოლო წვილი ხალხო, გემო დელასო. გემოს თვითონ ეს მიწის თხილები არის, აი ძალიან დიდები რა, მასიურებია. თავი გემო ქონეს კაი. 3, 2, 1. გემო არის იდეალურად გემრიელი. მარილიანია. მართლა ძალიან კაი. ხაშუნა არის და რო ღეჭავ. ბოლოში გიტოვებს ძალიან გემრიელ და კარგ ზაფრ მიწის თხილის გემოს გიტოვებს ეს კიდე არა. ხალხო, მიწის თხილების ლეგენდარული ფინალი. გემო. ოლა. ოლა. სუპრემო. ჩემთვის გასაგებია. სამივე შორის არის რადიკალური განსხვავება, ხო? 3, 2, 1. გემო. იმენ აი მართლა ყველაფერში ერთად ვთქვით, ხო? კი. ანუ გემო არის ძალიან გემრიელი და დაბალანსებული. მართლა დიდებიც არის რა თვითონ მარცვლები. კი, მარილიც ნორმალურად აქვს და კარგია. მიწის თხილის გემოც იგრძნობა და რო ღეჭავ, ხაშუნაც არის და კარგ გემოს გიტოვებს.